გამარჯობა ჩემო სულ რამოდენიმე კომენტარს გავაკეთებ, შეგახსენებთ, რომ სირიას ქართული ოცნების ბრიყული პოლიტიკიდან გამომდინარე აღიარებული აქვს აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული ოკუპირებული სახელმწიფო ჭყალებში, დე-ფაქტო სახელმწიფო. ეს იმიტომ, რომ თავის დროზე, როდესაც ამერიკამ დაბომბა სირია ბალისტიკური რაკეტებით, მაშინ ეს კოცები გამოვიდნენ და კოცების რეჟიმი და თქვეს, რომ კაიაო და მეორე დღესვე უკვე ბაშარ ასადმა გააკეთა ის, რაც გააკეთა და აღიარა ეს ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენ. ახლა დღეს რა ხდება? ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა სირიას მოუხსნა აბსოლუტურად ყველა სანქცია, რაც აქამდე ქონდა დადებული და გააგრძელეს ამაზე ცხოვრება რა, იმიტომ იქ შეიცვალა რეჟიმი და რაღაცა, მაგრამ მათ მიერ გაკეთებული აღიარება მსოფლიო მასშტაბით ისე ვრჩება. რას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენი საქართველოს ის ჰიჩკოკის ფილმიდან რო არის ის ეგრეთ წოდებული რაღაცა არსება, ხრონჩიანი არსება. ეს რა შვება, იცი? არ ვიცი, მე არ ვიცი ესეთი სახელმწიფო. თქვენ ვიცით, მითხარით, რაღაცა ყო კუნძულია ტიმორ-ლესტე. ტიმორ-ლესტეს საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება და ხელს ართმევს, იმიტომ რომ ამით ჩემისას ამას, ხო? არც ერთ წესიერ ქვეყანაში არ ჩაესვლელება და თუ სადმე ჩავა იქ აუცილებლად, ხო? უნდა იყოს ვიზა, იმიტომ ყველამ სანქცია დაგვადა ჩვენ. სირიას მოუხსნეს სანქცია და საქართველოს ადრე სანქციები ამათ გამო. რა უნდა თქვა, მე ვერაფერს ვერ ვეთქვი. და რაც შეიძლება აღიარებას ჯობია აი სირიელებმა წაიღონ უკან და კოცებს მიმართა აქედან გააკეთოთ ყველაფერი რა, რომ მათმა წაიღონ უკან, თორე ისე არ აღმოჩნდეთ ვიზია, ხო, ეგ ხელისუფლება ქართველმა ხალხმა უკანალში შეგტენოთ თქვენ. გახარიას რო იბარებთ იმაზე, რა ქვია, სტანოკზე და კონცერტებს რო აწყობთ, იმიტომ რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ასე რო გყავთ მუჩი და რო წურავთ. მიწები დაკარგაო, კი რა, მაგრამ საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულია ორი ოკუპირებული ტერიტორია, რომელსაც არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ ცნობს. და თქვენი ბრიყული საქციელების გამო გაურკვევლობაში ვზიოთ. ამერიკას აქ მისი ინტერესები იმან შეიძლება დღეს ვიღაცას ატომური ბომბი დაარტყას, როგორც იაპონიას და ხვალ სტრატეგიული პარტნიორი გახდეს. როგორც სირიას, აგე რა, გუშინ ბალისტიკური რაკეტებით ბომბავდა და დღეს მისი სტრატეგიული პარტნიორია და იმათმა გაარკვიეს ჩვენთან თავიანთ შორის ურთიერთობა და ჩვენ ვჩვევით ასე რა, დე-ფაქტო მდგომარეობაში. არ ცვლის ხო გარემოს, გინდა ასადი ყოფილიყოს სირიის რეჟიმში და გინდა ახალი ტიპი, რომელსაც აგერ მსოფლიო ელაპარაკება და ცნობს. ჩვენთან რა შეიცვალა? ჩვენთან. ეგრეთ წოდებულო მოთამაშეებო. არაფერი. მაგრამ უნდა დაიბაროთ ეხა ის საგარეო საქმეთა მინისტრი, ის რომ გაუხარდა სირიელი ხალხის დაბომბვა ბალისტიკური რაკეტებით, რასაც მოყვა მე ჩვენი ტერიტორიების აღიარება. მათი სახელმწიფოს მხრიდან და ენა უნდა ამოუღოთ პირდაპირ ეთერში. წერტილი.